საღამოშვიდობისა რუსთავი 2-ის ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა ლოტო 642-ის მოთამაშეებს. იმედია რომ ზაფხულს კარგად ატარებთ, ვინც შეგულებაში ხართ მათთვის ხომ საერთოდ ძალიან მაგარი დღეები და ვინც სამსახურში ხართ, იმედია რომ რაღაცნაირად თავს შეიქცევთ ხოლმე სხვადასხვა აქტივობით თუ დასვენებით პარალელურ რეჟიმში. თუმცა თანხა, რომელიც ლოტო 642-ის ფარგლებში თამაშდება, არავის არ გვაწყენდა, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებმაც მობილიზაცია უკვე გააკეთეს, იყიდეს ბილეთები, ახლა ხელში უჭირავთ და ელოდებიან საკუთარ იღბალს. მილიონ ლარამდე გვაქვს უკვე ჯეკპოტი, სადღაც 879,218 ლარია უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მილიონ ლარს უახლოვდებით. შესაბამისად, კარგი გემრიელი თანხაა გასათამაშებელი. მეორე კატეგორიაც იზრდება და იზრდება, 56,000 ლარი გვაქვს ამ მდგომარეობით. 880 ტირაჟი გახლავთ ეს და წარმატება უნდა გისურვოთ კიდევ ერთხელ და ახლა ვთხოვოთ ჩვენს ზვირფას ლოტოტრონს, ღილაკს, ასევე წარმატებაში ხელი შეგვიწყონ. 3-2-1. აი ესე ავახმაურეთ. როგორც ყოველთვის ჩვენი ლოტოტრონი და დაველოდოთ ციფრთა კომბინაციას, რომელსაც დღეისთვის შემოგთავაზებს. ნახოთ რომელი ბურთი გახსნის თამაშს და 41-მა გახსნა დღევანდელი გათამაშება. შემოგვიგორდა ყვითელი. ნახოთ მეორე მომგებიანი ბურთი და ის გახლავთ ნომერი 30. აი ესე წვანე ყვითელი უხდებიან ერთმანეთს ძალიან. ესე იგი მაღლებით დავიწყეთ ძალიან და მაღლებშივე ვრჩებით 34-იო, აი ესე გადაწყვიტა ჩვენმა ლოტოტრონმა და თქვენმა იღბალმა. შემდეგი მომგებიანი ბურთი და ჩამოვედით დაბალში, ორიანი შემოგთავაზა ამ შემთხვევაში ლოტოტრონმა და ველოდებით მეხუთე მომგებიან ბურთს და ის გახლავთ ნომერი 36. დაგვრჩა ბოლო ძირითადი ბურთი. მეექვსე მომგებიანი ბურთი, რომელიც არის 21 და ახლა უკვე დაველოდებით ბონუს რიცხვს და შემდეგ ყველაფერს ფარდა აიხდება და გაირკვევა რამდენად იღბლიანი აღმოჩნდა თქვენი დღევანდელი ბილეთები. 35 შემოგთავაზა ლოტოტრონმა ბონუს რიცხვად. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ როგორც ყოველთვის 41, 30, 34, 2, 36, 21 ბონუს რიცხვი გახლავთ 35. იმედია რომ თქვენ სახლებში ან სადაც ხართ და უყურებთ, თქვა თვალს გვადევნებთ ახლა, ჟრიამულია უკვე იქიდან გამოწვეული, რასაც ქვია მოგება შესანიშნავი თანხებისა. ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს და ყველა გავიგებთ ამის შესახებ თუ რა გათამაშთა დღეს, რამდენმა ადამიანმა მოიგო. თუმცა სანამ მივალთ ხოლმე მოგებამდე, ჩვენ არ დავიღლებით შეხსენებით, რომ აუცილებელია ჩაერთოთ გათამაშებაში. სამშაბათი პარასკევი ეს გახლავთ ლოტო 642-ის გათამაშების დღეები, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, როდესაც 9-ს მიუახლოვდება საათი და ესე იგი თან შეძენა ძალიან მარტივია ბილეთების. მთელი საქართველოს მასშტაბით ლოტოს ჯიხურები, ყველა დიდ სავაჭრო მოლში მდებარეობს სერვის ცენტრები და რაც თავარია სახლიდან გაუსვლელადაც ლოტო.G ჩავწერთ, შევავსებთ სასურველ კომბინაციას და სულ ეს არის. ესე იგი ველოდები ჩვენს შედეგებს და ხო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ვერ წყვეტს ხოლმე თუ რომელი ციფრთა კომბინაცია შეარჩიოს. ზოგი ირჩევს მაგალითად საყვარელი ადამიანების ოჯახის წევრების დაბადების თარიღებს, რიცხვებს, თავის იღბლიან რიცხვებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მოკლედ ეს უკვე თქვენზე დამოკიდებული. რას გადაწყვეტთ, როგორ გადაწყვეტთ. დღეს ესე იგი კატეგორიებმა უარი გვითხრეს. მეოთხე კატეგორიამდე არ გვაქვს გათამაშებული, მეხუთე, მეექვსე კატეგორიაში გვყავს გამარჯვებულები, მაგრამ ეს კარგია ერთ მხრივ, იმიტომ რომ მეორე შემდეგ გათამაშებაში უკვე კიდევ უფრო გაზრდილი თანხებით დაგიბრუნდებით და კიდევ უფრო მეტი შანსი გექნებათ თავისთავად ცხადია მოიგოთ მარტივად საკმაოდ ისეთი სოლიდური თანხები. ასე რომ ხვდებით ერთმანეთს უკვე სამშაბათს, რა თქმა უნდა რუსთავი 2-ზე და წარმატებას გისურვებთ.